სალამი მეურვებო. ეს ვიდეო იქნება შედარებით განსხვავებული სტილის, რადგან ესე სტრუქტურულად ამდენ ინფორმაციას მე ვერ მოგაწვდით მოპეწე სიარულისას ფიზიკურად, რა კომპანია Volt-ი, როგორ გახდა პოპულარული საქართველოში, უცხოელი მოშახელი, როგორ გაუფასურა Volt-მა ტარიფები და კურიერების შემოსავალი, ასევე ხარჯი თვეში. Volt-ი არის ფინური კომპანია, რომელიც ოპერირებს 28 ქვეყანაში, რომლიდანაც ერთ-ერთი არის საქართველო. საქართველოში Volt-ი შემოვიდა 2018 წელს. ისევე როგორც გლობალ. ეს ის პერიოდია, როცა ManyUG-ის კონკურენტი არ ჰყავს საერთოდ. შეიძლება ბევრმა იფიქროს, რომ ManyUG ქართულია, მაგრამ არა. ManyUG არის ბრიტანის კომპანია, რომლის ბაზა მდებარეობს ერევანში, თუმცა ოფიციალურად ბრიტანეთში რეგისტრირებული. როცა შემოვიდა Volt-ი ქართულ ბაზარზე, ჰქონდა ბევრად მცელავრი ტექნოლოგიური რესურსები. ვიდრე ManyUG-ის. უკეთესი UI UX დიზაინი, დიდი ფინანსური მხარდაჭერა და სწრაფი სერვისი. ამ ყველა უპირატესობას დაემთხვა 2020 წლის კორონავირუსი. თქვენ ოქროს ხანა მიტანის სერვისში. ხალხის სახშია გამოკეტილი, 9 საათის მერე კომენდანტია, რესტორნები დაკეტილია, მანქანაში წინ-მძღოლს მგზავრი არ უნდა ეჯდეს, ამაგზავნოს დღემდე ვერ ხვდები, მაგრამ კაი. ამ ყველაფრისთვის Volt იყო მზად, რასაც ვერ უტყვით ManyUG-ზე. ესე გავია 2 წელი და ბაზარზე დარჩნენ კომპანიები როგორც Volt-ი, Glovo და Bolt. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ მივესალმები უცხოელების დასაქმებას საქართველოში და ანალოგიურად ქართველებისაც უცხოეთში, მაგრამ აქ არის დიდი ნიუანსი. ქართველები ვართ 4 მილიონი მაქსიმუმ, რომლიდანაც 1 მილიონი ცხოვრობს თბილისში, 1,5 მილიონზე მეტი იმიგრაციაში, ხოლო დანარჩენი მოსახლეობა საქართველოს სხვა ქალაქებსა და სოფლებში. ისმის კითხვა. ესეთმა მცირე რიცხოვანმა ერმა შეიძლება დემოგრაფიული დისბალანსი შეუქმნას რომელიმე ქვეყანას? ან შრომის ბაზარზე მოახდინოს წეწოლა? ეს კითხვები მათ ეხება, თუ ის ამართლებს უკონტროლო მიგრაციას საქართველოში. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ინდუსები საქართველოში 2-3 წლის წინ შემოვიდნენ. ზუსტი თარიღი არ მახსოვს, რამე რო არ შემეშალოს, მაგით ვიძახი ესე ზოგადად. ქვეყანა, რომელიც პირველ ადგილზეა მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობით. 1,400,000,000 ადამიანი. მილიარდ. მილიარდ. ადამიანმა თუ არის თბილისის ქუჩები, ინგლისური, ქართული და საერთოდ არც ერთი ენა მსოფლიოში, სად შეიძლება რომ დასაქმდნენ? კი ბატონო, Volt-ში. Volt-ის უარზე არ არის, აწყობს უფასო მუშახელი და ასაქმებენ ინდუს კურიერებს. ამ დროს რა ხდება მიტანის სერვისში? ინდუსები იღებენ ყველანაირ შეკვეთას, ტარიფის და მიუხედავად. ვერ აგნებენ კორპუსებს, მუშაობენ 2 აპლიკაციით და 2 ჩანთით ერთ მოპედზე. საჭმელთან მოპყრობა არ იციან, ზოგი ფეხებში იდებს, ზოგი მიტაზედებს და ზოგი საბორლოში. ეცემა მოთხოვნა. ანუ კურიერები არიან ბევრად მეტნი, ვიდრე შეკვეთების რაოდენობა. ეცემა ანაზღაურებას ერთ მიტანილ შეკვეთაზე. იწყება პროტესტები, გაფიცვები ტარიფთან და უკონტროლო მიგრაციასთან დაკავშირებით, რომელიც Volt-ს არ აინტერესებს, რადგან მუშახელი საკმარისად ყავს. ტარიფი არ იცვლება, ინდუსები კი მატულობენ. ამ დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი აძევებს ქვეყნიდან ჩინეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, ირანის, თურქეთის, ეგვიპტის, ნიგერიის და აღარ გამაგრძელებინოთ კიდევ ბევრია მოქალაქეებს, რომლებიც არაკანონიერად იმყოფებოდნენ საქართველოში. მაგრამ შემოდის 20 მაგდენი. ალბათ სხვაში წვეთი უფრო ეფექტურად ჟღერს ამ დროს ვიდრე 20 უცხოელის გაძევება საქართველოდან. ბოლო 1 წელია მცირედით შემცირდა ინდუსების რაოდენობა. ყოველ შემთხვევაში აღარ დადიან სუპერინდუსები 2 ჩანთით და აპლიკაციით. თუმცა ანაზღაურება ერთ მიტანილ შეკვეთაზე არ იზრდება, არამედ პირიქით იკლებს. მაშინ, როცა ბენზინზე, სიგარეთზე და პროდუქტზე ფასი მატულობს. Volt ირთავს ადეკვატურ ტარიფს წვიმაში, ხოლო თოლში იმ შემთხვევაში, თუ კურიერები ვერ გადაადგილდებიან ფიზიკურად ორბორბლიანი ტრანსპორტით, დათოვლილ მოყინულ ადგილებში და რჩებიან მხოლოდ მანქანიანი კურიერები. როგორი ვითარება ახლა 26 წელს? ტარიფები იმდენად დაცემულია, რომ შეგრძნებას გიტოვებს თითქოს უფასოდ მუშაობდე. ტარიფი თუ ირთვება, ჩვეულებრივ ამინში, წერს იგივეს, რასაც ტარიფის გარეშე დაწერდა. მაგალითად, აპლიკაცია გადლევს შეკვეთას. პეკინიდან უნდა აიღო და აიღო პოლიკოვსკაიაზე როვალარად. შეკვეთის აღების შემდეგ თავაზობს კიდე 3 შეკვეთას, რომელთა ჩამური ღირებულება არის 3 ლარი და 50 თეთრი. ან თითო შეკვეთა ლარი და 20 არ ღირს. და გიწერს, რომ მხოლოდ 0,5 კილომეტრი გასავლელი არის რეალურად ტროტუარზე სიარულის ზებრაზე გადაფრენა, დრაკონის დამარცხება და 1000 კანონის დარღვევა მოგიწევს, რის გამოც მარტივად შეიძლება დაგეწეროს ჯარიმა. კორპუსების და სადებაზოების ზებნაზე ლაპარაკი ხო ზედმეტია. ზოგ კორპუსში საერთოდ ლიფტის არ არის და უწევთ კურიერებს მე-5 და მე-7 სართულზე ფეხით ასვლა. კურიერების შემოსავალი დამოკიდებულია ძალიან ბევრ ფაქტორზე. ტოპ ფაქტორებიდან ესენია ამინდი, მოთხოვნა, ტრანსპორტი და ჯანმრთელობა.
რა თქმა უნდა. დღევანდელ რეალობაში სტანდარტულ კურიერს მოპედი ჭირდება დაახლოებით 6-8 საათი იმუშაოს, რომ დაწეროს 100 ლარი. ამ 8 საათის მერე არ აქვს რანაირი ენერგია და ძალა, რომ რამე გააკეთოს. თუნდაც თვით განვითარებაზე იზრუნოს. მაგალითად, ყველაზე იდეალური ვარიანტი რო ავიღოთ, კურიერი, რომელიც 30 დღიდან 30 დღეს გავიდა სამუშაოდ და დაწერა 3000 ლარი. ამ თანხას აკლდება 1% საშემოსავლო, ანუ 30 ლარი. 60 ლარის ბენზინი. დღეში კურიერს 10 ლარი ჭირდება, რომ იმუშაოს. 60 ლარის ულიმიტო ინტერნეტი და წუთობრივი პაკეტი სასაუბროდ. პროვაიდერს გააჩნია მაგთიმაკ და სხვების ფასები არ ვიცი. 40 ლარი ზეთი შეცვლა. მინიმუმ 200 ლარი სიგარეტში. 20 ლარი დღეში, რომ შეერი სადმე გული არ წავუვიდეს. ანუ 600 ლარი თვეში. ასევე ჯარიმები და პლუს ხუნდები, საბურავები და სხვა ცვეთადი ნაწილები, რომელიც სერვისიც აუცილებლად მოუწევს. ტანსაცმელზე, გართობაზე, კომუნალურებზე, ბინის ქირაზე, ოჯახის რჩენაზე და ბანკის სესხზე არ მაქვს საუბარი, თორე ჩვენი მითოლოგიური მერი მინუსში წავაუგა. გამოვიდა იდეალური ვარიანტი 1500 ლარი. ეს ყველაფერი რის ხარჯზე? გარეთ ხარ ყოველდღე, მოძრაობ ორბორბლიანი ტრანსპორტით თბილისში, სუნთქავ მანქანებს გამონაბოლქვს. ეს ყველაფერი ადრე თუ გვიან აისახება, რა თქმა უნდა, ორგანიზმზე. დაჭირდება ექიმები და წამლები, რომელშიც იმაზე მეტის გადახდა მოგიწევს, ვიდრე 3 წლის განმავლობაში გამოიმუშავე ჯამში. მადლობა, სულ ამის თქვა მინდოდა, რომ გამიზიარებინოთ თქვენთვის ეს სიტუაცია ასე ხდება.